ვარ თედო ჯორბენაძე 9 წლის. სწავლობ მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთის თამაში, ხატვა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. უკვე 2 წელია ვთამაშობ ბათუმში. ჩემი მწვრთნელია გიგა ბულუაშვილი. ის არის სერიოზული და მხიარული. დიდი სტადიონია და ზოგჯერ ყვირის. თუ პატარა სტადიონზე ვთამაშობ, ცენტრალური ნახევარმცველი ვარ და დიდზე მარცხენა შემტევი. მოედანზე ჩემი მთავარი მომავლეობა არის გუნდურად თამაში. ისე მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლიც გამოგს. ჩემს კარიერაში მაქვს გატანილი 70 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. დაცვას ვეხმარებოდი, ბურთი მომივიდა, ეგრევე გავიქცე შეტევაში, 4 კაცი მოვატყუე და მარცხენა ცხრიანში გავიტანე გოლი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის ძლიერად დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით თამაში. მე უკვე მქონდა 5 შეჯიბრები. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ვესტ ჯორჯიასთან თამაში, როდესაც 5-0 მოვუგეთ. 2 გოლი შევაგდე და 2 ასისტი გავაკეთე. ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვიყავი მაგ თამაშში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდინიო და ჩემი საყვარელი გუნდი რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 17 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშა 39 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან კარგი კლასელები, კარგი მასწავლებელი და საინტერესო გაკვეთილები გვიტარდება. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის დემეტრე კობიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ლიზა ტაკიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ცონტრე ცენტერაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე სიმპათიური. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე არ მყავს შეყვარებული. ცილს რომ ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ დემეტრეს და ლიზას. ჩემ ცილს დავარქმევ ბარბარას. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ციცინო ნადაირაიშვილი. ჭკვიანია, მეგობრულია და კარგად ხსნის გაკვეთილებს. ეხლა მინდა 18 წლის ვიყო, რომ გამოვიძახონ საქართველოს ნაკრებში. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება, რადგან ხატვა ძალიან მიყვარს. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 3 წლის. ყველაზე ხშირად ხატავ პეიზაჟებს. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი და არ მიყვარს წითელი, რადგან წითელი სისხლის ფერია. ყველაზე რთული არის ნატურმორტის დახატვა. ყველაზე ადვილია ხის დახატვა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ეხლა მაქვს სახლში 12 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რადგან ლამაზი გამომდის და მინდა გავაგრძელო მასე ხატვა. ფეხბურთს დიდი დრო სჭირდება, თორემ ისე შევიდოვდი ხატვაზეც. მე ხატვის ნიჭი მაქვს ჩემი ძმისგან, რომელსაც ქვია ალექსი. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა და ჩემი 3 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამიკო არის შრომელი, მეგობრული და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და ერთგული. ძალიან მიყვარს დედა ჩემის გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელ გააკეთებს წვნიანს. სხვათა შორის მეც გამომდის კარგად საჭმელების გაკეთება. პირველ საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. ეხლა ყველაზე კარგად გამომდის არაჟანთან ერთად ლავაშის გაკეთება. ისეთი კარგი ბიჭი ვარ, რომ ჩემი ცოლი იქნება ბედნიერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩავიფიქრებდი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი ყოფილიყავ. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი არგენტინაში ან პორტუგალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ჩემი დიდი ბაბუა პეტრე სულაბერიძე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის BMW M6. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად დიდხანს ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.